სტალინი ის გამოც ადამიანები ტიროდნენ იყო ასე ვთქვათ არა პიროვნება, არამედ იყო სიმბოლო საბჭოთა სახელმწიფოს ძლიერების. ისინი სტალინში ხედავდნენ მამას, პატრონს რაღაცნაირად. ანუ ის როგორც ქართველი სიამაყის წყარო, რომ აი ახალ იმპერიას მართავდა ქართველი და რაღაცა. აი ეს დღემდე გრძელდება, აი საბჭოური და გამოსვლაში, იმიტომ რომ რაღაც ჭრდილივით ადგას მგონია ეს კულტი. ეს არის ლაშა ბულაძემ დაწერა, ეს არის რაღაცნაირი ესეთი კომპლექსური ნაშრომი, არ არის ასე ვთქვათ სუფთად მეცნიერული, მაგრამ არის მეცნიერულ აპარატით ასე ვთქვათ გაწყობილი. ანუ ეს გორში აბსოლუტურად ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს არის მისი ერთი პირდაპირ ვთქვათ კავშირდება, რომ სტალინი იყო ვთქვათ გორიდან და ამიტომ რაღაცნაირად ეს გავლენა რაღაც ეს ჭიის გახარება, რომ აი რა მაგარი კაცი იყო ქართველი აგერ გორელი თან, ხო? აი დაახლოებით ესა. მეორე აი ეს რომ პრინციპში ადამიანებს იმის მაგბირად რომ ქონდეთ რაღაც პროტესტი რუსეთის მიმართ, რომელიც თავს დაგვესხა, რომელმაც ასე ვთქვათ ბომბა, რა ვიცი, სახლები დაგვიმგრია, მე შუაზე გაუყვა და მართლაც კიდე წევს არა და ამ ადამიანების რაღაც ნაწილში მაინც არ არის რაღაცა პროტესტი პირიქით სტალინის კულტიც არის და მოვეცით აქ არის სტალინური ტერორის მსხვერპლთა ცებილი ისტორიები, რაც ასევე ძალიან საინტერესოა.